ესეთი ცნობილია ამ პლანკერების საქმიანობა, ეს არ არის მარტო მსხვერპლი მხოლოდ ქართველები, მაგრამ ჩვენთვის რასაკვირველია ეს არის მნიშვნელოვანი. ესეთი სირცხვილია. რომ ქართული გვარის მქონე ადამიანები აი ესე ლაპარაკობენ საკუთარ სახელმწიფოზე ვიღაც პიროვნებებთან, რომლებიც დაზუსტებულად არც იციან არიან თუ არა ეს პიროვნებები, მაგრამ უბრალოდ თავის სიმსუბუქით, თავის უინტელექტობით, თავის დახარბებით თანხაზე თუ შემოთავაზებაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი თავი და რაც მთავარია ის რომ მოტყუდნენ რომ ეს სირცხვილია რომ ქართული გვარის ადამიანები ამას ლაპარაკობენ ეს ერთი საკითხია მაგრამ ის რომ სალომე ზურაბიშვილი რომელიც დღემდე თავის პრეზიდენტს უწოდებს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან დროშა მოიპარა პრეზიდენტის ის ადამიანი პირდაპირ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს რომ თანხა ჭირდება ვინაიდან ეს ვითარება, ეს დაძაბულობა, ეს დაპირისპირება, კრიზისი, როგორც თვითონ ამბობს, ვერ მოგვარდება მშვიდობიანი გზით. აქედან გამომდინარე თანხას თხოვლობს, რაც უნდა გამოიყენოს არამშვიდობიანი პროცესების განსავითარებლად ისეთი, როგორიც მოხდა უკრაინაში. და რახან პოროშენკოა მისი ეგრეთ წოდებული პოროშენკო მასთან მოსაუბრე, რასაკვირველია ის სწორედ რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს და პირდაპირ აღიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას ადებს ხელს, რომ სწორედაც ამიტომ ერიცხებოდა თანხა და შესაბამისად დღეს მთელი საზოგადოების, მთელი საქართველოს წინაშე ხარდამჭერების თუ მოწინააღმდეგების წინაშე გამოდის და ამბობს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც უნდა რომ საქართველოში ქართველებმა ერთმანეთის სისხლით დაღვარουν და მოხდეს ის უბედურება, რაც უკრაინაში მოხდა. ეს არის ტრაგედია. გარდა იმისა, რომ იგი ყოფილი პრეზიდენტია ქვეყნის, გარდა ამისა, იგი აღიარებულია დასავლელი პარტნიორების, მისი პარტნიორების, დასავლური ბიუროკრატიის მხრიდან, როგორც ოპოზიციის ლიდერი ქვეყანაში. და უკვე აქ კიდე მეორე თემაც იხსნება, ანუ დასავლეთსაც, აი ამ ევრობიუროკრატიასაც ხელს ადებს, რომ იგი სწორედ ის ადამიანია, ვისაც უნდა დაეხმარონ, იმიტომ რომ აპირებს საქართველოში აი ამ პირდაპირი გზით, პირდაპირ რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას. და ამას ჩვენ გვპირდება, აღიარებს. რომ ეს არის მისი პოლიტიკური კრედო და ესე ამოცანა. ეს არის ძალიან მძიმე სურათია და ეს მეორე ნანოაშვილის. არ ვიცი, საერთოდ ნანოაშვილის რა არის კრედო თუ მისი პოლიტიკური ხედვა თუ რას აპირებს საერთოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ეძებს პირველ ეტაპზე 9 მილიონს იმისათვის, რათა ეს პროცესები განვითარდეს ქვეყანაში, რასაც ხელს შეუწყობს რასაკვირველია თანხა, რომელსაც კასპაროვი მისცემს, კასპაროვს ეძებს კიდე, რომ იქნებ რაიმე ფული გადაურიცხონ, რომ მოამარაგოს მასზე ეს ავანტყოფური გეგმების განხორციელების საშუალება მიეცეს ამ თანხით. იცით რა, გამოძიება უნდა იყოს, რასაკვირველია, აუცილებელია ეს უშიშროებასთან, ეროვნულ საფრთხეებასთან დაკავშირებული საკითხებია. ის თემა უთქვამს თუ არ უთქვამს, როგორც თვითონ ამბობს, რომ ესო მე ვთქვიო, რომ ხელისუფლების მხრიდან არიანო ესეთი ადამიანებიო, ჩართულები ამ პროცესებშიო და არა ჩვენი მხრიდანო. გასაგებია, რომ ასე უნდა იმართლოს თავი, მაგრამ ფაქტი ხო დავინახეთ ქუჩაში რაც ხდებოდა. ვინ ადამიანები იყვნენ უჩანა ნუაშვილის ტიპაჟების გარშემო მობილიზებული, რას ისროდნენ, რას აკეთებდნენ, ცეცხლს დაჭერდნენ და აგრესია რომელი მხრიდან მოდიოდა, სადამზადებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და ვისი თანხებით ხდებოდა პიროტექნიკის შეძენა. ეს ყველაფერი ვიხილეთ. ეს უბრალოდ აღსარებაა, უბრალოდ არის საკუთარი თავის, საკუთარი პიროვნების და ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსის წარმოჩენა.
პირდაპირ არა ქართული ოცნების ან სხვა მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მხრიდან, არამედ უშუალოდ აი ამ ადამიანების მხრიდან ეს არის გარკვეული აღსარება. უკაცრავად აღსარება არ არის. ეს არის ამ ადამიანების მხრიდან აღიარება იმისა, თუ რა დანაშაულებრივ სქემების განვითარებას აპირებდნენ საქართველოში. ხოლო ის თუ ვიდი გულისხმა ამ ჯგუფებში, შტორმის განხორციელებელ ჯგუფებში, რასაკვირველია, ამაზე წარმოდგენას გვაძლევს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდა ბრუტალური შეტევა სახელმწიფო სტრუქტურებზე, პოლიციელებზე, პიროტექნიკის გამოყენებით, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით და ასე შემდეგ. ანუ ის ამ ჯგუფს ახასიათებს და უნდა რომ კასპაროვმა მათ დასაფინანსებლად მისცეს $9 მილიონი. Plus პრანკერებთან დაკავშირებით გავაგრძელებ, ჯო ვილსონი ადასტურებს მათთან, რომ სალომე ზურაბიშვილი, როდესაც იყო მიწვეული ინაუგურაციაზე ტრამპის, სწორედ მისი ხელი ერია და თვითონ იყო ამ პროცესში ჩართული. ასაკვირა ჯო ვილსონი არის ერთ-ერთი მონაწილე იმ სცენარისა, რომელიც შემუშავებულია Deep State-ის მიერ. არ ვიცი, რამდენად წარმატებულად მიაჩნიათ საკუთარი თავი აი ამ ფონზე, რაც ევრობიუროკრატიაში წარმოჩენდა ეს რეალური დღეს უკვე რეალური ბერკეტები აი ამ Deep State-ისა. რამდენად წარმატებულია, რამდენად ეფექტურია მისი საქმიანობა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი თავს ახასიათებს როგორც ოპოზიციის ხელშემწყობი, ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებში მონაწილე ერთი ფიგურანტი. სამწუხაროა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უკვე ჩვენ კი არ ვამბობთ, ან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები კი არ საუბრობენ, არამედ პირადად იგი აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით აღიარებას. ესე პრანკერებს ისეთ ხალხთან აქვს ლაპარაკები, ჯორჯ ბუშთან ლაპარაკეს, ბრიტანეთის მოქმედ თავდაცვის მინისტრთან ლაპარაკეს. და ესეთ უსაზრო თუ არსებობდა ადამიანის ესეთ დაუფიქრებლობა არც წარმომედგინა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საელჩოს ვერ დავადანაშაულებთ, ვინაიდან საელჩო ვერც ერთ საელჩო ვერ მოქმედებს შესაბამისი ინსტრუქციის გარეშე. ანუ ინსტრუქცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან აქვს მიღებული, პარიზიდან აქვს მიღებული. ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეული ტრენდი არსებობს, გარკვეული გეგმა, სტრატეგია არსებობს, რომლის მიხედვითაც ესეთი აგრესიული ჯგუფების დაფინანსება არათუ შესაძლებელია, არამედ სავალდებულოც არის, მით უმეტეს ადგილობრივი კანონების გვერდისავლით. ეს არის გადაცდომა იმ სტანდარტებიდან, რასაც მხრივ დიპლომატიური ურთიერთობები ქვია, რასაკვირველია ეს ასეა, მაგრამ მეორე მხრივ დამაფიქრებელია, რა უნდა, რა ჭირდება. რატომ ჭირდება ეს პარის იგივე აი ამ საქართველოში იგივე პროცესის განვითარება, რაც ჩაფიქრებულია კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ხომ არ არის ეს მცდელობა, რომ აქ ხელი შეუწყოს ისეთი პროცესების განვითარებას, რაც შედეგს მოიტანს, რომ კანდელაკები და ესეთი დაფინანსებული ადამიანები მოვლენ ხელისუფლებაში და შეასრულებენ იმას, რასაც ეტყვის დამფინანსებელი. ეს დაფინანსების მცირე ნაწილი არსებობს უშუალებელი პროგრამები, რომელთაც ისინი უკვე დაფინანსებულები არიან, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ვინც აფინანსებს, ვინც ფულს უხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. აი ეს არის რეალური შედეგი აი ამ ვითარების აღწერის.
ეცით რა არის საქართველო არ არის ესეთ ხელწამოსარტყავი რაღაცა უღირსი წარსულის და აწყოს არ მქონე რაღაცა წარმონაქმნი, რომელსაც სახელმწიფოს უწოდებენ. საქართველო არის თავისი წარსულით, თავისი აწყოთით, თავის მომავლით და პერსპექტივით საკმაოდ წარმატებული ქვეყანა. ეს უშუალებელი კულტურის ქვეყანა და არ შეიძლება ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ხელისუფლებაში იქნება თუ არ იქნება ხელისუფლებაში ისე ეპყრობოდა როგორც შენ ვასალს და თუ კი არ გექვემდებარება და ვასალად არ დაგიდგა და ყური არ მოიჭრა და მონათ არ გემსახურება ისე წამოარტყა ხელი ისეთი ღონისძიებები გაატარო მის მიმართ როგორც რაღაცა არათანაზომადი უთანასწორო რაღაცა შენზე დაბალი რეიტინგის მქონე სტრუქტურას. სახელმწიფოა საქართველო უშუალებელი ისტორიით, უშუალებელი პრობლემებით, დღევანდელი გამოწვევებით და რასაკვირველია, ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას ყველა შემთხვევაში. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში, უნდა გზობდეს საკუთარ ღირსებას, საკუთარ პოზიციას, უნდა იყოს სამართლიანი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხოელების მიმართ. არ შეიძლება უცხოელი შემოდიოდეს საქართველოში, ესე თავისუფლად გამოდიოდეს მიტინგზე და ახალგაზრდებს მოუწოდებდეს იმისაკენ, რომ მათ უნდა მიიღონ ყველა ზომა ფიზიკური ძალა უნდა გამოიყენონ იმისათვის, რათა მეორე ქართველის სისხლი დაღვარონ, სახელმწიფოს შეუტიონ, რევოლუციური პროცესი განავითარონ. და ესე სიცილ კისკისით თაიგულებით ხელში ტოვებდნენ საქართველოს გამარჯვებული სახით და იქიდან კიდევ ხელს უქნევდნენ. ეს არის ქვეყანა თავისი წარსული, თავისი აწყოთით და თავისი ღირსებით. ამ ღირსების შელახვა არ უნდა ეპატიოს, არც ადგილობრივს, არც უცხოელს. მიხეილ როთს გულისხმობ. მიხეილ როთი არის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა გალანძღა ეკლესია და ამას ყველა ტაშს უკრავდა. პირიქით, ქუჩებში დაატარებდნენ ხელკავ გამოდებული ბიჭები თუ გოგოები და ჩოქრიდნენ ყვავილებს. ეს არის შეურაცხყოფა, რაც არ უნდა პირადი დამოკიდებულება ქონდეს უარყოფითი საქართველოს ეკლესიის მიმართ, უნდა გახსოვდეს, რომ ის შენი კულტურის მატარებელია, ის შენი ისტორიის მატარებელია და მიხეილ როთს არ უნდა ქონდეს საშუალება, რომ გაგილანძღოს. ისე გაგილანძღოს, რომ ამაზე პასუხი ვერ მიიღოს. ეს ყველაზე ნათელი მაგალითია, ალბათ, რომელიც გასათვალისწინებელია ასეთ კანონპროექტზე მუშაობის შემთხვევაში. კი ბატონო. არა, მე ესე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სამტროთ ჩამოდის, საერთოდ და ამით დამკვიდრებულია უკვე თავისი პიროვნული ისტორია, არ უნდა ქონდეს საშუალება ადვილად განახორციელოს თქვენი და ჩემი ინტერესის წინააღმდეგ რაღაცა შეთქმულების ორგანიზება. ასეა თუ ისეა, ჩვენ გავერკვევით შეგნით, რაც უნდა კრიტიკული იყოს დაპირისპირება, ეს ქვეყანაა თავისი რაღაცა გარკვეული მოთხოვნებით. თუ ჩამოვა აქციაზე და იდგება და მიესალმება, მაგას არავინ არ შეუშლის ხელს, რასაკვირველია, არასამთავრობოებიც დამის შეკითხვა. თუ კი რამე სიკეთეს დაგეგმავენ, რასაკვირველია, ამას ყველა მიესალმება. ამოვიდა აგერ ზელენსკი და უთხრა ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლება ომში არ ერთვება და აქედან გამომდინარე ის უნდა ჩამოაგდოთ. პირდაპირ ყოველგვარი მენიშნებების გარეშე თვითმფრინავები გამოგზავნა და გაიწვია თავისი ელჩი. ახლა ზელენსკის მიმართ არასდროს პიროვნულად შეიძლება, მაგრამ უკრაინის მიმართ საქართველოს არასდროს უკან არ დაუხევია პოლიტიკური მხარდაჭერისას, ხო? კიდე ჰუმანიტარული მხარდაჭერისას. ბევრმა ქვეყანამ ვერც გაბედა, რაც საქართველომ გააკეთა. კიდე ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემა ამ საკითხების უკრაინის აგრესიის და კიდე იმ რეესტრის შექმნა, რომელიც რეიკიავიკში ჩამოყალიბდა. საქართველოს ვერავინ ვერ უსაყვედურებს იმაში, რომ არ იყო მეგობრული, რომ არ იყო კოლეგიალური, პარტნიორული. სისხლი დაღვარა საქართველოს არაერთი თავის შვილის იმისათვის, რათა ეს დაემტკიცებინა. და ამის მიუხედავად, როდესაც უნდათ რომ თავზე გადაგიარონ,
შეურაცხყოფა მოგაყენონ, მიწასთან გაგასწორონ და კიდე ზემოდან სისხლი დაგაყურებინონ ერთმანეთის. რასაკვირველია ამაზე რეაგირების რესურსი უნდა გააჩნდეს ქვეყანას. ელთოსთან დაკავშირებით მოვაკითხოთ, ელთოს გენერალური დელეგაციას ქართული ოცნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკავშირდნენ, დღეს ოპოზიციის ნაწილს ხდება. ოპოზიცია შეხვედრისშივე გაცხადებს, რომ საუბარი შეეხო დემოკრატიის უხსნას და ასევე დაპატიმრებული პირების გათავისუფლების საკითხს. თქვენ ზოგადად ამ ვიზიტს როგორ აფასებთ და იმ ნაწილის შეხვედრებს გენერალურ რასაკვირველია ოპოზიცია რო შეხვდება ნებისმიერ ოფიციალურ პირს, იქ საუბარი შეეხება იმას, რასაც ისინი ხმამაღლა გაზრახიან ყოველდღიურად. ანუ შეიძლება რევოლუციის მოწყობა, შეიძლება პოლიციაზე თავდასხმა, შეიძლება ათობით ადამიანის დაშავება, ცოცხლად დაწვა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უკვე ვინმე პასუხს მოთხოვს, მათი აზრით ეს დემოკრატიული პრინციპებიდან უკუსვლა არის. ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც არა მარტო სისხლი დაღვარეს, არა მარტო დღეს ცდილობენ ამის გაკეთებას, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ისტორიის აი ამ მონაკვეთზე ათასობით ადამიანის ბედი შეცვალეს უარესობისაკენ. ზოგი მოკლეს, ზოგი აწამეს, ზოგს ქონება და ღირსება წაართვეს. ეს განახორციელეს და დღეს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს ლაპარაკობენ იმას, რაც თითქოს და არ ყოფილა და ესენი არიან მშვიდობის და დემოკრატიის მტრედები. აი ამას ვხედავთ, რაც შეეხება ოფიციალურ პირის ჩამოსვლას, კონკრეტულად ეუთოს გენერალურ მდივნის ჩამოსვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამოვიდა ის ქვეყნები, რომლებმაც იგი აირჩიეს გენერალურ მდივნად. იგი ჩამოვიდა იმ ხედვის ჩამოსაყალიბებლად, რასაც ქვია თანამშრომლობა, მსოფლიო იცვლება. იცვლება ცუდი, ნეგატიური პროცესები პოზიტიურისაკენ და აი ამ პოზიტიურ პროცესებში რასაკვირველია საქართველოს თავისი ადგილი და როლი აქვს. ამ თემაზე იყო ლაპარაკი ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებთან და ეს უნდა გვიხაროდეს. და არა ის, რაც იტყვის სალომე სამანდაშვილი მაგალითად ნებისმიერ შეხვედრის დროს საპირად შემიძლია წინასწარ გითხრათ, არც არის ჩამოსვლა საჭირო ამისათვის რას იტყვის. დიახ. ახლებზე ვკითხავ, იმიტომ რომ ახლები არ შეხვდნენ, თქოს ის, რომ ამ ოფიციალურ შეხვედრებით რო ხელისუფლებასთან კრიზისის საუბარი არ იყო და ისინი თანამდებობებას და მკაფიობას ეთხოვენ და ამ მოტივით არ შეხვდნენ. ასაკვირველია ესენი ვერ ეგუებიან იმ თემას, რომ ამას ჩვენთვის არ არის გასაკვირი, მაგრამ რეალურად ეს არის ქვეყნის სახელმწიფოს აღიარება იმ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც გასული წლის ოქტომბერში ჰქონდა ადგილი. ეუთოც და ოდირიც ხაზს უსვამდა იმას, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რათა ელექტრონული არჩევნები ყოფილიყო წარმატებული. აი ამ რეალობიდან გამომდინარე, ახლები ვერ ეგუებიან იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. მე არ ვიცი რა კომენტარს გააკეთებენ, მაგალითად საქართველოს მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჯგუფებთან შეხვედრის შედეგებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ყოველდღიური საქმიანი პროცესია, მათთვის კი ეს ტრაგედია და ისტერიკის საფუძველია. აი ამ ისტერიკას გამოხატავს ამ შემთხვევაში ახლები და უნდა რომ რაღაცნაირად გაემეჯნოს ამ პროცესს და გარკვეული ნიშა დაიკავოს და რასაკვირველია ინსტრუქციაც მოაკლდათ ფულთან ერთად და ამასთან დაკავშირებით ექნებათ ალბათ კიდევ დამატებით წიაღშლები, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც მოქმედება, ყველაფერს შეიძლება დავარქვათ ერთი სახელი. ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თაზო დათონაშვილი ვინ არის? თამაზე ქვია. თაზოს ეძახით თქვენ? თამაზე უნდა დაუძახო. ეუთოს გენერალური მდივანი არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა ყინულ შეხვედრაზე. მაგალითად ლევან სანჯიძე ამბობს ასეთ ამის. უმჯობესი იქნებოდა ეუთოს მდივნის ვიზიტი არ შემდგარა. აქ პედალ ნაწილი არ დაესწრო შეხვედრას, ნაწილი ფიქრობს, რომ ყინულ შეხვედრაზე არის ჩამოსული ეს ადამიანი. მათის პოზიცია ახლა ძალიან გასაცდავებულები არიან. ჩარასეთი ესე შეერცხვინეს თავი. ვიღაცა პრანკერებთან საუბრობს იმაზე, რომ ქართველების სისხლი უნდა დაღვარონ.
ვიღაცა იმაზე საუბრობენ, რომ საქართველოში ეკონომიკური ნგრევა უნდა განხორციელდეს. და რასაკვირველია, ისტორიკაში აგდებთ ის ფაქტი, რომ ოფიციალური მაღალი დონის პირები ჩამოდიან საქართველოში. თუნდაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა, EKUT-ოს პრეზიდენტი ჩამოვიდა, ოდირის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა. საერთაშორისო დონეზე ნელ-ნელა აქტიურდება ჩვენი ურთიერთობები და რაც მთავარია, ეკონომიკური პროცესი არის შეფასებული უმაღლეს დონეზე. მსოფლიო ბანკი აგერ ასეთ მონაცემებს აქვეყნებს. რასაკვირველია, ეს უძილობის და ისტერიკის გამომწვევია იმ თაზოებში, რომლებიც აკეთებენ ესეთ უტიფარ განცხადებებს. თაზო ანუ ისინი ამბობენ, რომ არაფერი არ დაუშავებიათ ამ ადამიანებს. არაფერი არ მომხდარა საერთოდ. ქუჩებში სიწყნარე იყო და იმას კი არ ამბობენ, რომ თქვათ ჩემი შვილი ან ჩემი ახლობელი არ არის დამნაშავე, მაგრამ სამაგერო დამნაშავე სხვები იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სწორია, ასე უნდა იყოს. რევოლუციური პროცესი საჭიროა. პოლიტიკური ჯგუფები, ოჯახები, ადამიანები თავად ვინც არიან დაკავებულები, იმას თხენიადად აცხადებენ, რომ სწორედაც რევოლუციური გზა უნდა განვითარდეს. და როდესაც პასუხისგების წინაშე დგებიან, ამბობენ, რომ ესენი ამაში მონაწილეობას საერთოდ არ ღებულობენ და საერთოდ უდანაშაულები არიან. მე არ შევალ სამართლებრივ საკითხებში, მაგრამ ლოგიკურად, პრაქტიკულად ესე გამოდის და კიდევ ერთი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავის ამ ქვეყანაზე, არც იმ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელსაც ქართული ოცნება ქვია, არც საზოგადოებაში ზოგადად არ მიესალმებიან, არ არის ეს თვითმიზანი და არავის არ უხარია კონკრეტული ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მუდმივად ბოლო წლების განმავლობაში ემუქრება სისხლისღვრა, ემუქრება მეიდანი. და ამას ჩვენ თვალწინ ვხედავთ ამ პროცესების განვითარებას. და რასაკვირველია, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა ააგოს. და როცა კრიტიკული მომენტი დგება, როდესაც პასუხისგებაზე მიდგება საკითხი, იქ არავინ არ არის მზად, რომ ეს აღიაროს. და წინააღმდეგობასაც რასაკვირველია ეს იწვევს. თუმცა არავინ არ უარყოფს იმას, რომ ეს რევოლუციური პროცესი მართლაც და საჭიროა და აუცილებელია იმისათვის, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს თაზო. და გეგელია. რუსეთში აფხაზეთის სეკრეტარული ელჩი აცხადებს, რომ მიუხედავად ქართული მხარის წინააღმდეგობისა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის მაინც შედგება ავიარეისები და ის ანონსებს კიდევაც, რომ პირველად ეს დაიწყება 1 მაისს. არის თუ არა პირდაპირ ფრენების დაწყება ოკუპირებული რეგიონების ანექსირების გაგრძელება და რა ბრიკეტები უნდა მოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამის წინ? მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ დამნაშავეა საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამას ყველაფერს შედეგი უნდა მოჰყოლოდა ისეთი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის, ერეკით დღესასწაულები გამოაცხადა, როდესაც უარი თქვა საერთოდ საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე. როდესაც ჩემულობს, რომ თითქოს და მან გადაუღობა გზა რუსეთის არმიას, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა და იგი გულით წინ გადაუდგა. როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გარდაცვლილები, დაღუპულები, გმირულად დაღუპულები თუ დაღუპულები ბრძოლის ველზე, სადაც ისინი მან გარეკა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რომ მორალურად ვინმეს ჰქონდეს აი ამის უფლება, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედებაში დაადანაშაულოს. პირიქით,
საქართველოს ხელისუფლება მოიგო რამოდენიმე სასამართლო საერთაშორისო დონეზე და დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული. ოკუპირებულ ტერიტორიას ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც გააჩნია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას. და რასაკვირველია, ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში მოიწვია და დაუკანონა აკყოფნა ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წლამდე განაგებდა ქვეყანას. ეს არის მოცემული სურათი, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს საქართველოში, ადრე თუ გვიან ეს მოხდება, აფხაზეთი იქნება საქართველოს ნაწილი უკვე არა მხოლოდ დე იურე, დე ფაქტო და შემდეგ ფრენების საკითხით შეიძლება იქნეს განხილული ოფიციალურად. ბატონო გიორგი, რამდენიმე კითხვას გაგისვამთ. თავისთავად ხონდა შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალჩინოსებთან, ეცაც დავთვალიერებული შეხვდა ეკონომიკურ თემებს ეხებოდა ეს შეხვედრა თუ პოლიტიკურს. პოლიტიკურს ეხებოდა, მაშინ ირაკლი კობახიძე რატომ არ იყო ამ შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტი კობახიძე რატომ? ვფიქრობ მეთქი როგორ დაამთავრებს. ასე გვერდე ეკონომიკური თემები აქვს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ არ იყო ზუსტად ჩამოვა ეკონომიკური მინისტრი და ის იტყვის რა. და კი პატარა ლექციასავით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს ეკონომიკური გუნდი ჩავიდა, ვიცე-პრემიერი ჩავიდა, ფინანსთა მინისტრი ჩავიდა და შეხვედრები ჰქონდათ იმ საერთაშორისო უშუალებელ ფინანსურ ორგანიზაციებთან, რომლების შტაბ-ბინა არის ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობაც რასაკვირველია ამას თან ახლავს. ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, ისე როგორც პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკის გარეშე. სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკური ორგანიზაციაა. ეკონომიკური საკითხებში თანამშრომლობის თემა არის ის ნაბიჯი, რომელთაც იწყება ძალიან ფართო მასშტაბიანი თანამშრომლობის მიმართულებები. ასე გამიჯნა ეკონომიკურია თუ პოლიტიკურია, რატო არ იყო პრემიერ-მინისტრი, ეს არის ის გულუყვილო შეკითხვა, გამწარებული კაცის შეკითხვა ეგ. ნებისმიერი შეხვედრა პოლიტიკურ დონეზე მზადდება, ხანდახან მზადდება თვეების განმავლობაში და ბევრ სხვადასხვა ასპექტს ითვალისწინებს, ჰუმანიტარულსაც, პოლიტიკურსაც, ბიზნეს საკითხებსაც და კულტურის და ტურიზმის განვითარების საკითხებსაც. ასე რომ ძალიან კარგია ის რაც ხდება, ჩვენთვის ეს არის საკმაოდ ღირსშესანიშნავი ვიზიტი და ზოგისთვის არის საკმაოდ სერიოზული გლოვის საგანი. მიზეზი უბრალოდ. არის ყველა დეტალებთან დაკავშირებით ექნება საუბარი დავითაშვილს როცა ჩამოვა. შენ გაგიმარჯოს. თაზოს. შენ და თაზოს ერთად ვერ დაგაყენებთ, მაგრამ თაზოს ცალკე ბატონო გიორგი, ფაქტს არიცით როგორ რახან ნახეთ თქვენი წარმომადგენელი ჩავიდა იქ. ფაქტის ერთ-ერთი ლიდერი არიცით მე ყველაფერი კარგად ვიცი, ჩემო ხატია. ბატონო გიორგი, ო, მაგრამ ჩავ ვინც კომპეტენტურია, მე შეიძლება დეტალები იქ ოთახში რა ილაპარაკეს. არ ჩამოვა და ილაპარაკებს. ყველა საკითხი რაც შეეხება ბატონო სანქციები უნდა დაგიწესონ შენ და ხაზოს. ჩამოვლენ და იტყვიან დელეგაცია, მივცეთ საშუალება, ვიცე-პრემიერია ეს ხო. პოლიტიკური ფიგურაა ვიცე-პრემიერი, შეგახსენებთ, ეს არ არის ეკონომისტი. და ეკონომიკური საკითხების მოცილება პოლიტიკური საკითხებიდან ეს არის რაღაცა ხავსი, რომელსაც შემოახტა ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი და ცდილობს, რომ ცრემლებმა იმდენად არ დაუსვოლოს ხელები, რომ სლიპინა ხავსზე და კიდე რაღაც ხატრულად ჩემილიო დაგენდა.
ბატონო გიორგი, ერთ კითხვასაც ავიშვა. კარგი დამანები ხათია თავი. შემდეგი კითხვა დიახ. ამ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებსაც დაურეგისტრირდა პარტია, ახალი პარტია დაარეგისტრირეს, კონსერვატორები საქართველოსთვის ესე დაარქვეს. არის თუ არა პრორუსული პოლიტიკური ძალა ქართული ოცნებისთვის მაშველი როლი ბატონო გიორგი, რომ ოპოზიციის და მრავალფეროვნების იმიტაცია შექმნათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მარტო არ გადიხართ და აი მაგალითად ზურაბ მახარაძე და კოკო მუშიას პარტიაც თქვენთან ერთად დავა თვითმმართველობის არჩევნებზე. საერთოდ ამ პარტიასაც ალბათ ეყოლება მხარდამჭერი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი პოზიციისგან განსხვავებით ქართული ოცნების პოზიცია არის გაცილებით უფრო დახვეწილი, გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და პრაგმატული, სწორედ ისეთი, როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. აქ ნაადრევი მცდელობები და ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან გადაუდებლად დაიწყოს რაღაცა ურთიერთობების აღდგენის პროცესი, მაშინ როდესაც ორი საელჩო აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში და აფხაზეთში. მიგვაჩნია, რომ არათუ არასწორი, არამედ მავნებლურიც არის. ჩვენი პოზიცია ეგეთია მათ მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიმოქმედოთ ისე, რომ ავგრძელოთ ის, რაც არ მოგწონს. იმ შემთხვევაში, თუ კი ამას გარკვეული ესეთი მავნებლობის ის ხარისხი არ გააჩნია, რომელმაც შეიძლება ეროვნულ უსაფრთხოებას რამე პრობლემა შეუქმნას. ერთ-ერთი, მეორე პოლიტიკური პარტია ვერაფერს ვერ გძალავს. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ მათთან, მათ ქმედებასთან, არის საკონსტიტუციო სასამართლო და შეგიძლია მიმართოთ. იცით რა, კანონი უნდა გაითვალისწინო. ხო, შენ იმას ეძახი პრორუსულს, ხო, ის არ ეძახის, გასაგებია ის. მე არ ვიცი, ახლა არჩევნების საერთოდ ის არ ეძახის თავის თავს პრორუსულს, ის ეძახის პროქართულს. კარგი, არ ხდება ჩვენ ურთიერთობას ესეთ გამოკიდება რა. არა, ის არ უძახის, შენ ეძახი ის შენ გაძახით სატანისტებს. ეხლა მე არ მჯერა, რომ თქვენ სატანისტები ხართ. მჯერა, რომ კი, ვიღაცები შეიძლება იყვნენ, მაგრამ ეს მასიურად არ არის და პოლიტიკური პარტიას არ ახასიათებს ის. ასე რომ დემოკრატიას ვიცავ და იმის მომხრევარ, რომ საქართველოში იყოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ზურაბიშვილის პლატფორმას პოლიტიკოსები გამოიჩებიან ალბათო. ამ მომედროს 31 მარტის აქციაზე საერთოდ უნანისულობენ ოპოზიცია და სალომე ამაძეც შეჯერდნენ. რა ხდება ოპოზიციაში? არა, როგორ არის იცით? ესენი იდეური სააკაშვილისტები არიან. და წარმოედგინეთ, ვერც ერთი სიტყვა ვერ მოისმინეს სალომე ზურაბიშვილისაგან სააკაშვილის სასარგებლოდ. სალომე ზურაბიშვილისათვის სააკაშვილის ჩანაცვლება გარკვეული გეგმის ნაწილია, მნიშვნელოვანი, რომელიც ნაკარნახევიც არის გარედან. ეგან სააკაშვილმა გარკვეულწილად დისტანცირება მოახდინა იმ ადამიანებისაგან, რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ. თვითონ მოახდინა თავის აქციებით. იმ ადამიანებსაც, ახალგაზრდებსაც არ სიამოვნებთ სააკაშვილის პორტრეტის ხილვა სალომე ზურაბიშვილის ზურგს უკანდა. სალომე ზურაბიშვილი მიტინგიდან თავის ფოტოებს აქვეყნებს ზურგიდან გადაღებულს, როდესაც სააკაშვილის ბანერი არ ჩანს. რასაკვირველია, ბოცო ამის წინააღმდეგი იქნება. რასაკვირველია, ციკლაურის და სხვაებიც ვერანაირად ვერ გავლენ იმ კოლგის ჭრილიდან, რომელიც სააკაშვილმა შეუქმნა. მათ სხვა პატრონი არ აყავთ. ასე რომ მე არ მგონია, რომ ეს აი ამ მიზეზის გარდა არსებობდა სხვა მიზეზი. სხვა დანარჩენში ყველანი ერთნაირები არიან. ციკლაური ფიქრობს, რომ უფრო უკეთესად ატკენს ქვეყანას, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი კი აგერ
ეგრეთ წოდებულ პოროშენკოს ელაპარაკება იმაზე, რომ ფული ჭირდებათ გადაუდებულად, რომ რევოლუცია მოახდინოს. და მე ალბათ ფიქრობს და გამარჯვებულებს არ სჯიან. გამარჯვებულებს არ განსჯიან, ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი და ეჩქარება, რომ აქ ვალე სისხლისღვრა მოხდეს. ამათაც იგივე უნდა პრინციპში, მაგრამ სააკაშვილის დროშის ქვეშ, რაც სალომე ზურაბიშვილს არ აწყობს და აი ამ ღლიცინში არიან ერთმანეთთან. კიდევ ფიქრობს, რომ უნდა მიიღოს პროცესში მონაწილეობა. ვინც ბოიკოტს გამოუცხადებს, რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებს ამით მიიღებს თუ არა? აი, იცი რაღაც მიტოვებული ბავშვები არ მინდა ვახსენო. რაღაც მიტოვებულები შტაბ-ეშტილებას ტოვებენ. ისეთ არც ინსტრუქცია, არც ფული, არც ესეთი დახმარება მსოფლიოში პროცესები მიდის, ატარებელი მიდის, რომელსაც ჩამორჩნენ, ვერც ახტებიან. იმიტომ რომ წონა არ აძლევთ საშუალებას ეთყობა დაკარგეს ის სპორტული მონაცემები. აღარ არიან ამ პოლიტიკაში. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ფსევდოპოლიტიკური სუბიექტების გაერთიანება. ფსევდო, იმიტომ რომ ყველანაირი პოლიტიკური პარტიის თუ სუბიექტის ნიშანი დაკარგეს, რომელიც მთავარი პრინციპი არსებობს პროგრამა, პოლიტიკური პარტიის და პრინციპები. პროგრამა არის ერთი. რომ საქართველოში მოხდეს რევოლუცია, სისხლი დაიღვაროს და მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამაში მეტი შეჯიბრი. ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ატარეს და ვერაფერი შედეგი ვერ ჩამოიტანა, სულხან საბასავით, თუ სააკაშვილი, რომელიც უშველებელი დანაშაულებებით, ასურგზე აკიდებული დანაშაულებებით არის ვივამეთში. აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებები არიან. ფული არ აქვთ, ინსტრუქცია არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიან უკვე თავისი დაბალი რეიტინგით. და ამ მდგომარეობაში მე არ ფიქრობ, რომ პოლიტიკურ პარტიებზე ვლაპარაკობ ზოგადად. ეს არის მავნებელთა ჯგუფი, რევოლუციონერ მავნებელთა ჯგუფი, რომლებიც გაერთიანებული არიან ერთი იდეით. დიზაინერალიზაციაზეც გითხავთ, შეჩერების მექანიზმი მარტივდება, ეს იქნება თუ არა შანტაჟის მექანიზმი? მარტივდება, რა. ანუ გეგმავს ევროკავშირი. აი როგორ უნდა დაგეგმოთ? ხო, გამარტივებასაც ხო გადაწყვეტილების მიღება უნდა. ჯერ ეს თვითონ ეგ თემა არის საკმაოდ რთული და საორჯახო, იცით? ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებაზე, რომელიც ეხება 61 ქვეყანას, მთელი ლათინურ ამერიკას, მათ შორის ვენესუელას შეიძლება არ იცოდით, ვენესუელას ეხება, მათ აქვთ თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირში. და ყველა მთელი ეს ლათინური ამერიკის ქვეყნები, ავსტრალია, სხვა კიდე აზიის ქვეყნები არსებობს, მათ უნდა გაუქმდეს თუ არ გაუქმდეს, ვინაიდან საფრთხეები რეალურია, საფრთხეები დაკავშირებულია აი ამ მიგრაციის უშველებელ ტალღებთან, რომელსაც ევროპა ვეღარ უძლებს პრაქტიკულად, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთოდ შეიცვალა ეს ეთნიკური ლანდშაფტი და ეს არის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს, დღეს თუ არ გააჩენეს, ეს არ შეიძლება რომ ხვალ არ ძიმეთვითაც არ დააწვეს ევროპას. საქართველოსთან დაკავშირებით აი ამ შემთხვევაში შანტაჟის ერთადერთი ვერკეტი დარჩათ. რომ ხალხს უნდა უთხრან, რომ გასაგებია დააშავა მათი აზრით დააშავა თქვათ ქართულმა ოცნებამ, მაგრამ თქვენ კოლექტიურად უნდა დაისაჯოთ. ეს ჩრდილო კორეაში ხდება ეგეთი ამბავი, თუ კი ოჯახის ერთ წევრმა დააშავა, ყველა ისჯება. საბჭოთა კავშირში ეს 50-იან წლებში ეს მოიხსნა, რომ მამის გულისთვის შვილი ან ნათესავი აგებს პასუხს. დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა და ამის გატარება კიდე იდეურად, პოლიტიკურად, პრაქტიკულად არის საკმაოდ რთული ესეთი ახალი რეგულაციის მიღება. ამასთან დაკავშირებით ძალიან გაუგე, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ უნგრეთი, რომელიც ამის წინააღმდეგია. მაგრამ უცებ წარმოიშვა ევრობიუროკრატიაში ეგეთი აზრი. რომ არ არის აუცილებელი, რომ ამ ორს ვკითხო, თუ კი თქვენ სამნი ამბობთ, რომ ესეთი გადაწყვეტილება მივიღო. დღეს ამ ვიზებზე რომ მივიღო და ხვალ სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ სხვა თემა,
მაგალითად იქ რა გვეშველება შეიძლება უმცირესობის ინტერესები დაიღოს და არაერთჯერადად. ასევე თავად ამ გადაწყვეტილების მიღება ვიზა ლიბერალიზაციაზე კენჭისყრის თემის საკითხია რთული და აბსოლუტურად გაურკვეველი და მეორე უსამართლოა ჩვენი ქვეყნის მიმართ. კარგი, თქვათ მე რაღაცას უშავებ. რა დაუშავებ? გიაბარამიძე მაგალითად. კი, დახოცა იქ ვიღაცები და ბავშვის თვალწინ დამით დაკლა ადამიანი. ეზოში. ბავშვების თვალწინ და ბავშვებს ქალებს ხოცავდა მე რა მოხდა. რა დააშავა? დაუტოვა მიზა. ამასთან დაკავშირებით მაქვს მე ლაპარაკი. დღეს კიდევ მოусმინე გიაბარამიძეს, რომ ეს არის თურმე დამნაშავეთა ჯგუფი და ამათ უნდა შეუწყდეს, მაგრამ ისიც კი ამბობს ეს ადამიანი დამნაშავე, ბანდიტური საქციელის მქონე ადამიანი, რომ ეს არ იქნება სამართლე, ისიც კი ამბობს. დავფიქრობთ რა, ასე რომ ჩვენ პოლიტიკას ხარ შევცვლით. იმის გულისთვის, რომ თქვათ ფონ დერ ლაიენს გონია, რომ ეს შანტაჟის მექანიზმი ჩვენ წინააღმდეგ უნდა იქნეს გამოყენებული. რა ჯანდაბათ უნდა? ხო, რაღაც მიზანი და რაღაც გეგმა აქვს. ამოვიდა ვიღაცა ევროპარლამენტარი გუშინ გერმანელი და უთხრა, რომ მშველებელი მილიარდობით თანხები არის განევებული და გაძარცული მის მიერ პირადად და ის მასალები მანვე გააქრო. ხო, ამასთან დაკავშირებით თქვათ ფონ დერ ლაიენს თუ რამე დაუმტკიცდა. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრებიც ამასთან დაკავშირებით დაჟილები უნდა იყვნენ. მე ერთი კითხვა მაქვს ბატონო დირექტორ თქვენთან ნაციონალურ მოძრაობას ეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ლუკუჩავას და სხვა ლიდერებს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ებრძვიან პარტიაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც თათბიროსნების ინტერესებს ატარებენ. რამდენად რეალურია მისი ეს განცხადება და რატომ სჭირდება შიდა დაპირისპირებაში სააკაშვილს ქართული ოცნება? ფინა ვინ არის მის დავავალეთ? არა კონკრეტულად თქვენ თუ ისიც რა არ ვიცი, შეიძლება თინა მოგუჩავას მიმართ გაგაშდეს პრეტენზიები, იმიტომ რომ რამდენი გამოვა ეს ადამიანი ისეთ რაღაცებს ამბობს ამ ანერვიულებული ჰაბიტუსით და ისეთ ისტერიკულ განცხადებებს აკეთებს, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალონ ნაცმოძრაობაში, რომ ეს მათ იდეას ხერხს უშლის. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილს არ კითხეს. ან იგივე ლევან ხაბეიშვილი. ჩამოაშორეს, იმიტომ რომ უარყოფითი შეფასებების გარდა ვერაფერი ვერ მოუტანა, ვერც სპორტულ დარბაზში ვარჯიშმა, ვერც ახალმა პალტომ, ვერც კბილებმა. ხო, მაქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ ჩამოეშორებინათ. თუ ბაკუჩავაზე ვიღაცას შენიშვნა აქვს, ეს შიდა პარტიულ დემოკრატიაზე მეტყველებს, რაც არასდროს არ ახასიათებდათ და ეხლა თუ დაიწყო აქ შიდა პოლიტიკური გარჩევები, ასე ყველა ამაში ქართულ ოცნებას არანაირი წვლილი არ მიუძღვის. უბრალოდ როცა ესეთი გემი იძირება, ეს ვირთხებით ცდილობენ რომ როგორმე თავი გადაეჩინონ. ზოგი გემიდან გარბის, ზოგი მაშველნავში ხტება და გემის კაპიტანი კიდევ აბსოლუტურად არათუ საქმის კურსში არ არის. უშველებელი რაოდენობა ადამიანების შეიყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომ ცხოვრება მოუსპო. შეიძლება სულაც არ მინდა გვარების დასახელება. შეიძლება სულაც ჩვენერი ბიჭები გამოსულიყვნენ ვიღაცები, ვინც ამან ჩამოაყალიბა სადისტებად. სადისტის სახელი აკიდა და ასე უნდა აცხოვროს მთელი ცხოვრება. სააკაშვილმა ეს ქნა. ბოლოს და ბოლოს ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც დაუშავა და ზოგადად საქართველოს რასაკვირველია. თქვენ ფიქრობთ, რომ პრობლემები და პრობლემების უდეტანა უნდა ხო ქართული ოცნების მისამართი? არ ვიცი პირადად მას რა ინტერესი აქვს, რა უნდა, არ ვიცი, რაღაც ბოდვითი შინაარსის თუ სტილის განცხადებები აქვს ამასთან დაკავშირებით. ან თინა ბაკუჩავასთან მიმართებაში ვის რა პრეტენზია აქვს საკუთარ პარტიაში, მე რაღაც ყველა ერთ სახით წარმომიდგენია, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო დესტრუქციულია და ვინ უფრო როყიო განცხადებას გააკეთებს და უტიფარ განცხადებების გაკეთებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ერთმანეთთან რა პრეტენზია აქვს, მე არ ვიცი.
ქართული ოცნება რასაკვირველია თითივ და გაიშვირო რომ იქნებ როგორმე ყურადღება გადაიტანო ქართული ოცნებაზე აი ამ უბედურებიდან რაც ნაცმოძრაობა სჭირდა რაც ნაცმოძრაობამ დამართა ზოგადად საქართველოს და არა მარტო საქართველოს ნაცმოძრაობის შემადგენლობას განსაკუთრებით ახალგაზრდებს